იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრებ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის, თამაშად და მიჩანს მღერად. ის, რასაც თქვენ იღებთ მიზნის მიღწევით, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის, თუ ვინ ხდებით მიზნის მიღწევის შემდეგ. მწერალი და ფილოსოფოსი ჰენრი ტორო მსოფლიოს პირველი განდეგილი 2 წლის, 2 თვისა და 2 დღის განმავლობაში ტყეში, კომფორტის გარეშე ცხოვრობდა. ჰენრი ტორო. მე არ ვიცი უფრო დამაიმედებელი ფაქტი, ვიდრე ადამიანის უდავო შესაძლებლობა აამაღლოს საკუთარი ცხოვრება, შეგნებული საქმიანობით. ადამიანების უმრავლესობა საკუთარ სიცოცხლეს ჩუმ სასოწარკვეთილებაში ატარებს. თუ მიზნისკენ თავდაჯერებული ივლით და ძალისხმევას არ დაზოგავთ, რათა იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელზედაც ოცნებობთ, აუცილებლად გადაეყრებით წარმატებას, მოულოდნელს, ჩვეულებრივ დროს. არავის, ვინც თავის შინაგან ხმას მიჰყვებოდა, ჯერ გზა არ დაბნევია. ცხოვრებას წვრილ მანებზე ვფლანგავთ. გაამარტივე. განადიდი სარგებელია სახლისგან, თუ არ გაგაჩნიათ რიგიანი პლანეტა, რომელზედაც თქვენ სახლს დადგამდით. ადამიანის ბედს მისი საკუთარი თვით შეფასება განსაზღვრავს. თუ ოქროს კოშკებს აგებდით, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ფუჭად შრომობდით. ასეთ კოშკებს ჩვეულებრივ ჰაერში აქვთ ადგილი და თქვენ კი მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ ფუნდამენტი ჩაყაროთ. თითოეული ადამიანი მშენებელია საკუთარი სხეულის, რომელსაც ხრამს უწოდებენ. ბედნიერება ჭირვეულია და არა არაპროგნოზირებადი, როგორც პეპელა. როცა მის დაჭერას ცდილობ, ის ხელიდან გისხლდება, მაგრამ საკმარისია ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო და ის თავისით დაეშვება ხელის გულზე. ყველაზე მდიდარი ის ადამიანია, ვისაც სიამოვნების მიღება ყველაზე იაფი უჯდება. ის, რასაც მორჩილება ჰქვია, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა სასოწარკვეთილება. იცხოვრე ისე, როგორც ქსურს, ისუნთქე ჰაერით, სვი წყალი, ჭამე ხილი და ისიამოვნე მიღებული შეგრძნებებით. საქმე იმაში კი არ არის, რას უყურებთ, არამედ იმაში, თუ რას ხედავთ. ფუფუნებისა და ეგრეთ წოდებული კომფორტის ბევრი საგანი, არათუ აუცილებელი არ არის, არამედ აშკარად წარმოადგენს ადამიანის განვითარების დამაბრკოლებელ საშუალებას. 64 შეიძლება განისაზღვროს როგორც ადგილი, რომელსაც ადამიანები თავს არიდებენ. ოცნებები, ეს ჩვენი ხასიათის ქვაკუთხედია. წარმატება ჩვეულებრივ იმასთან მიდის, ვინც ზედმეტად დაკავებულია იმისათვის, რომ ის ეძებოს. ის, რის გაკეთებაზეც ადამიანები ამბობენ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ, მოსინჯეთ და აღმოაჩენთ, რომ შეძლებთ. იყოთ დასაქმებული არასაკმარისია, ასეთები ჭიანჭველებიც არიან. საქმე იმაშია, თუ რით ხართ დასაქმებული. თუ გინდათ ადამიანი დაარწმუნოთ იმაში, რომ ის ცუდად ცხოვრობს, იცხოვრეთ კარგად. შრომა სიბრძნესა და სიწმინდეს შობს, სიზარმაცე უფიცობასა და ხორციელობას.
ყველაზე ნაზი მცენარეები გზას ფესვებისთვის ყველაზე ხის ნიადაგში, კლდის ბზარებში მიიკვლევენ. სიკეთესაც ეხება ეს. კეთილი და გულწრფელი ადამიანის ზალას ვერაფერი გაუწევს წინააღმდეგობას. სიკეთე ერთადერთი სამოსია, რომელიც არ ძველდება. თუ თქვენ დემონსტრაციულად არ გიმჩნევენ, ესე იგი თქვენით სერიოზულად არიან დაინტერესებული. ჩააცვით საფრთხობელას ბოლო მოდის კაბა და თვითონ დაუდექით გვერდით. უბრალოდ ანსაცმელში. დააკვირდით, ვის მიესალმებიან პირველს, საფრთხობელას თუ თქვენ. კომპლიმენტში ხშირად საკუთარი უპირატესობის შესახებ რწმენა იმალება. სინამდვილეში ეს დამცირების დახვეწილი ფორმაა. ადამიანისგან მწვავე კრიტიკას ვერ მიიღებთ, თუ მას არ გააბრაზებთ. კაცრი სინამდვილე ყოველთვის სისასტიკით გამოითქმის. გამოცდილება თითებსა და თავშია, გული კი ყოველთვის ახალბედაა. თითოეული თაობა ძველ მოდას დასცინის და მოწიწებით მისდევს ახალს. ერთხელაც მკითხეს, რას ვფიქრობ მე და ყურადღებით მოусმინეს ჩემს პასუხს. ეს იყო ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რომელიც ჩემთვის ოდესმე გაუკეთებიათ. ჩვენს დროში ფილოსოფიის პროფესორები არსებობენ და არა ფილოსოფოსები. წიგნები ისევე აუჩქარებლად და ყურადღებით უნდა იკითხებოდეს, როგორც მათ წერდნენ. ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ კაცობრიობა ევოლუციის პროცესში მიატოვებს ცხოველებით კვებას, ისევე როგორც ოდესღაც ველურმა ტომებმა შეწყვიტეს ერთმანეთის ჭამა, როდესაც ისინი უფრო გონიერებთან კონტაქტში შევიდნენ. არაფერს ისეთი ცუდი სუნი არ აქვს, როგორც შელახულ უბიწოებას. ყველაფერი კარგი გადასარევად იაფია. გიჟურ სიყვარულს ისევე უნდა უფრთხოდეთ, როგორც სიძულვილს. როდესაც სიყვარული მტკიცეა, ის ყოველთვის მკაფიოა და მშვიდი. სიყვარულისთვის მხოლოდ ერთი საზღაურია, კიდევ უფრო მეტი სიყვარული. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.